მოგესალმებით, ეს არის ჩერის სივრცე და უკვე მორიგი ეპიზოდიც თქვენთან არის. სანამ სტუმარს წარვადგენდე, ძალიან მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი უღალატო სპონსორი და ამ პოდკასტის წარდგენი, რომელიც არის ჩემივე კომპანია, ჩერის ფიტნესი. და ეს არის ჩერის ფიტ აპლიკაცია, ანუ კომპანია კი არ ჩერის ფიტნესი, მაგრამ აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გადმოწეროთ, იმიტომ რომ ეს არის პერსონალური მწვრთნელი თქვენს მობილურ ტელეფონში, არა მარტო პერსონალური მწვრთნელი, იქ გვაქვს სარეაბილიტაციო პროგრამები, ასევე გვაქვს კვების პროგრამები, ну აი ფაქტიურად შევბზარეული ყავთ მობილურში. ასე რომ აუცილებლად გადმოწერეთ, ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი აპლიკაცია. მოკლედ, გადავიდეთ ჩვენი სტუმრის წარდგენაზე. აი სასწავლის სტუმარი მყავს და მგონია რომ ექსკლუზივი, არ არის ექსკლუზივი, მაგრამ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ჩემი სტუმარი არის გოგა ვითაძე, კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი და NBA-ის მოთამაშე. გოგა, გამარჯობა და მოგესალმები. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მე პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ დათანხმდი ამას ვიცი, რომ ესეთი გადატვირთული გრაფიკი გადატვირთული დღეები გაქვს, მაგრამ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. თან ეს პოდკასტი იმდენად პატარა არის, რომ შეიძლება შენთვის საერთოდ არ ყოფილიყო საინტერესო და ამიტომ კიდევ უფრო მეტად უღრმესი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ გვაქვს ესეთი პაწუკა ტრადიციასავით რა პატარა ბლიცებს დაგისვავ და მე შეგვიძლია ისინიც გავშალო და რა თქმა უნდა სხვა კითხვებსაც დაგისვავ. ხო, სანამ გადავალთ ბლიცებზე ხო, მაყურებელსაც ვეთყვი რომ ეხლა მე რო ჩავიდე და რაღაცა კალათბურთის ანალიზი გავაკეთო, მე მგონი არ იქნება ჩემ გაფლანძამართლიანი, იმიტომ რომ დიდად ვერ ვარკვევი რა და ამიტომ ჩემი პოდკასტი და ჩვენი საუბარი მინდა რომ იყოს უფრო ინსპირაციული მომავალი თაობისთვის და ისეთი რა ემოციაზე დაფუძნებული უფრო. რა თქმა უნდა, იქ ჩემი მხრიდანაც რაღაცები მაინტერესებს კვების მხარე, ვარჯიშის მხარე და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ. თუ გიტირია ოდესმე თამაშის მერე? კი. თუ ოდესმე დაგიგუგლავს შენი თავი? დამიგუგლავს? კი, აბა, კი. როგორ ფიქრობ, NBA უფრო ბიზნესისკენ იხრება თუ უფრო კალათბურთზე? არა, ბიზნესი არის პირდაპირ მარტო ბიზნესია ეს კალათბურთი მანდ უკვე. შედარებით ნაკლებად. კიდევ ნერვიულობ ესეთი დიდი თამაშების წინ? არა, სხვათა შორის აღარ. თუ არის ისეთი რაიმე ქართული გემრიელი საჭმელი, რომელიც ყველაზე ანგენატრება ხოლმე ამერიკაში? ყველაფერი მენატრება და მე რო ჩამოვდივარ, სხვადასხვა რაღაცეები მინდება ხოლმე და ერთი ესე განსაკუთრებული არ ვიცი. ბადრიჯანი ნიგზიანია. ოკეი, ფაქტს ვერ წარმოგიდგენია, ხინკალი და რაღაც. ეგენი კი, მაგრამ და თუ გაქვს ესეთი არ შემეხო ზონა თამაშის მერე როცა აგებ განსაკუთრებით. აი არ დაველაპარაკო. კი. მაგრამ ეხა შედარებით უფრო ნაკლებად ხო. ნაკლებად. თუ ოდესმე გიგრძნია თავი underestimate როგორ არის ქართულად? აი დაუფასებლად? არა, დაუფას underestimate არის ხო? აი რო არ ხო, ალბათ. შათანად რო არ გაფასებ. ხო, კი, რავი, ალბათ კი, მაინც. უფრო აქ თუ უფრო იქ? ესე ძალიან რო გითხრათ, არა, მაგრამ უფრო ისე რომ აი ვიღაც ან თამაშის ხრივ ვიძახი მე რომ ვიღაც არ პატარა რო ხარ, უფრო ადრე ალბათ, პატარა რო ვიყავი და ნაკრებში ვიყავი მაშინ. ოკეი. ეს იყო ბლიცების მხარე, ცოტა მეტი გამოგვივიდა ბლიცების მხარე, მაგრამ უფრო გემრიელად გავშალოთ. გოგა, რა მაინტერესებს თავიდან რო დავიწყოთ. როდის წახვედი შენ საქართველოდან? საქართველოდან წავედი 16 წლის ვიყავი, ან 15 ზუსტად არ მახსოვს. წავედი სერბეთში. აქ თამაშობდი, ვითიბი ლიგას თამაშობდა საგალათბურთო კლუბი ვითა, თბილისის. და რომელი წლიდან იყავი კალათბურთში, ბოდიში? რომელი წლიდან ვიყავი? თავიდან როდის დავიწყე? ხო, მე ვიყავი ალბათ 5 წლის რო დავიწყე, ხო. და მე 15-ის ვიყავი, აქ უკვე 15-16-ის. აქ უკვე რაღაც ხდებოდი რომ ანუ ძალიან ესეთი ძალიან ნიჭიერიც და რაღაც ანუ არ ყოფილვარ, ანუ განსაკუთრებული რომ რაღაც ტალანტი ათლეტი და რაღაც არასდროს არ ყოფილვარ და უკვე რო ხდებოდი რომ უკვე ჩემი საქმე უკვე მიდიოდა ანუ ცუდისკენ. რატომ მიდიოდა ცუდისკენ? ნუ არ ვიცი, მაინც ჩვენი გუნდთან თან სულ ვაგებდით, ყველა ერთი თამაში ქონდა მოგებული, ისიც მე რო წავედი, მე მოიგეს. თან ეს ავი საქართველოში თბილისში ყოფნა ეხა მეგობრები რაღაც უფრო ყურადღებას ვერ აქცევ ალბათ. კი, ეგენი. და თან ხო სათანადოდ ანუ არ ვარჯიშობდი რა, ანუ გზნობდი რომ უკვე უფრო მეტად უნდა მევარჯიშო, ანუ 15 წლის ბავშვი ვარჯიშე რომ მიდიხარ და ანუ ბოლომდე არ იღლები და ანუ წონას იმატებ, ანუ არ უნდა იმატებდე, ისე უნდა იყებოდე და ნუ მე და დედა ჩემი ოჯახი რაღაც ნუ შევთანხმდით ესე, თავიდან წავედი ესპანეთში აგენტთან ერთად, იქ იყო ერთი გუნდი სევილია, რომელიც უშვებდა
NBA-ში მოთამაშეს, მანამდე გაუშვეს კრისტას პორზინგისი, კიდე 1-2 მოთამაშე და კაი გუნდი იყო და ჩავედი რაღაც ყველაფერი კარგად და ძალიან დიდი კონტრაქტი დაგვიდეს, ანუ ხანგრძლივი. და დედაჩემმა 8 წლიანი თუ რაღაც და დედაჩემმა არ გვინდა ანუ ბოცა დაგაპაუზებ ბოდიში. ანუ აი ესე წავედი როგორ ხდება? დედამ გადაწყვიტა რომ ეხა მივდივართ თუ წინას რაღაც სამუშაოები ხო კეთდება თუ აგენტი. თუ ჩემი მწვრთნელი იყო მაშინ ნიკო ჩერქეზიშვილი, მან დამაკავშირა ჩემ აგენტთან, აგენტს ვთხოვეთ რომ მოეძებნა გუნდი და ჩავედით, ნახეთ რაღაც და ჩამოვედით. არწა დედაჩემს არ გინდაო. გაბრაზებული ვიყავ. კი. და არ გინდაო და ის გუნდი მერე bankrupt, ანუ გაღატაკნეს 3 წლის შემდეგ. ასე რომ გამიმართლა კი, მაინც ხო, სულ მეუბნება ხოლმე, რომ პლუსებს იწერსო ჩემ ესეთი ინტუიცია მაქვსო და მართლა მასე არის და მე წავედი სერბეთში. მე წავედი. ოღონდ აი სერბეთში ისე წავედი, არც ჩავსულვარ, არაფერი ჩემ აგენტმა მითხრა გადაიქი გამარჯვებით კი აი ეს მახსოვს რომ გუგლში ვწერდი რომ ანუ ის მენახა რა ვქო დარბაზი სათამაშო და ანუ საშინელი დარბაზი იყო და არა უშავს მეთქი ანუ ჩემ აგენტსაც ვთქვეს რომ ანუ ყველაზე კაი რაღაც ბავშვებისთვის რაღაც პირველი ვიყავი ანუ ეს ანუ თავს არ ვიქებ მაგრამ ანუ ქართველი არა საერთოდ უცხოელი ვინც ასაკობრივებში ჩავიდა სერბეთში და ანუ ძალიან დიდი ზეწოლა და რაღაც, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ოჯახთან ერთად წახვედი არა. მარტო. ოჯახმა გაგიშვა აქედან პრობლემა. სხვა გზა არ იყო უკვე მე აქ, ანუ ისე ნერვიულობდი რომ, ანუ კარგავდი ყველა, ანუ ისეთი კალათბურთელი რა ვიყავი, როგორც უნდა ყოფილიყავი და არ პარალელურად კალათბურთი იყო შენი ნაწილი. და მაგით კი, ანუ ნაწილი არა მთლიანად ყველაფერი, რავი, ჩვენ ისე გავიზარდეთ თან ჩვენი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც იყო ოლიმპიადა ტარდებოდა 2015-ში საქართველოში ახალგაზრდული და იმისთვის გვამზადებდნენ და სულ კალათბურთი იყო, სხვა არაფერი არ ყოფილა და რო ხვდებოდი რომ საკმაისს არ ვაკეთებდი და საკმაისად ხო საკმაისი არ იყო და მეთქი ანუ უნდა სხვა გზა არ იყო. სართული იყო, მაგრამ ანუ მადლობა ღმერთს. და აი ახლა სერბეთში როგორ გაუქაჩე 15 წელი. ახლა რო წარმოვიდგენია 15 წლის ბოდიში ეს ხო ბავშვი ხარ 15 წლის ვაშე სხვა აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში და ენის ამბავიც ხო იყო იქ თუ ინგლისური იცოდი? ინგლისური ხო მაშინ ანუ მანამდე ცოტა ვიცოდი, მაგრამ მაშინ ისე დაემთხვა რომ გავიგე რომ უკვე დავიწყებდი ფიქრს წასვლაზე, რომ დავიწყე რა, გაგვეთილებდი და ხო, ესე ვერ და თან ჩახვედი, ახლა სერბები ძალიან რთული ხალხი არიან. ხო, ძალიან. რთული და კაცმოძულე ხალხი არიან. კაცმოძულე არა, მაგრამ რთულები არიან, მოკლედ ძალიან ჯიუტი, ძალიან რთული ხალხი და ხო, ჩავედი, ხო, ინგლისურიც ესე კარგად არ ვიცოდი და სერბული მერე ვისწავლე უკვე, მაგრამ თავიდან რთული იყო. აი რა კუთხით რთული, რაში გერთულებოდა? მე რო ჩავედი სერბეთში და ისეთ მოტივირებული დავდიოდი, აი მასა არის ძალიან ლამაზი, ქალიან, კაციანად ლამაზები არის. ნუ სილამაზე არ ნიშნავს სიმარტივეს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაში იყვნენ? მაგათაც ეხარ რთული საქვთ გამოვლილი, ნუ ომები რაღაც იქ თურქეთთან ყველაფერი შეინარჩუნეს ქრისტიანობა. ჩვენ გვანან მოკლედ რა და ჩვენს ახლა რთულად გიღებენ და თვითონაც რთული ადამიანები არიან რომ რავი ანუ რაღაც ან სითბო გაჩვენონ რაღაც ეგეთი რაღაც არ ხდება და თან ახლა მე რო გუნდში ჩავედი იქ სულ კონკურენცია ვიღაც ბავშვი ჩადიხარ საქართველოსდან პირველად და ვიღაც თან ახლა მე რო ჩავედი უკვე ჩემ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეები იყვნენ რომ აი ანუ მაშინ ახლა ის რო 30 ქულას და 20 მოხსნას აკეთე და მე ანუ არ მქონდა ნანახი არ მქონდა და კაროჩ და აი როგორ წავიდა ეგ 3 წლის განმავლობაში ანუ რაიმე სტრატეგია ქონდა რომ აი დავშოთ ჩავედი არაფერი არავინ არ არის ჩემს გარშემო რომ ვინმე მოან ხელი წამიკრას ან დამაფაროს მაინც რომ დამიცვას და აი რაღაცა სტრატეგიასავით ქონდა როგორ უნდა გაგევითარებინა თავი თუ რაღაცა დინებას მიყევი და გაძლიერდი იმიტომ რომ გუნდში იყო დისციპლინა თვითონ კი დისციპლინა იყო გუნდში და უბრალოდ ფიქრიც არ იყო ფიქრი თქო დრო არ იყო ფიქრის და რომ მაგის რომ რაღაც სტრატეგიებით იმიტომ რომ დილით ვარჯიში რაღაც ანუ მართლა ჯარივით იყო ანუ ეხაც რომ ეკითხება კიდე თუ წავხვიდე შეიძლება ანუ ისეთი რთული იყო რომ აუ ის დილით ვარჯიშები თან ისეთი ვარჯიში არა საკალათბურთო ვარჯიშები არა უბრალოდ გარბენინებენ მე სახში მიდიხარ გძინავს მე ისე უკან ბრუნდები და ანუ როდის ვიფიქრო ეხა მე რა დავსახო იქ არ ვიცი და ეს ნელ-ნელა რავი სწრაფად როგორც გავიდა ეს რომ ნელ-ნელა უფრო მოუმატე ნუ ჩემი აგენტი ეხა შემდეგ ვინც იყო მიშკო რაჟნატოვიჩი სერბი
ძალიან მივლიდა მე უკვე რაღაცეები რომ დაინახა რომ მართლა სავარჯიშოდ ვიყავი მართლა ძალიან მინდოდა უკვე მივლიდა და უფრო გამარტივდა ენაც ვისწავლე მე სერბული და ინგლისურიც უკეთესად და მე უფრო გამარტივდა მაგრამ თავიდან ხო ძალიან რთული იყო უბრალოდ დრო არ მქონდა რომ რამეზე მე ნერვიულან როგორ არ ნერვიულობდი მაგრამ მაინც რა და ამ 3 წლის განმავლობაში ჩამოდიოდი საქართველოში კი ჩამოვდიოდი ხოლმე და უმეტესწილად მე უკვე რომ გავიზარდი ნაკრებში ვიყავი ეროვნულში მაგათთან ჩამოვდიოდი ხოლმე და ისე ალბათ 5-6 დღე წელიწადში ოჯახის თავიდან არ ჩამოდიოდნენ და რაღაცა წლის განმავლობაში იქ ვიყავი ხოლმე აქ ჩამოვიდოდი 3-4 დღე მე უკან მივდიოდი და მე მთელი წელი ისო გადამულად იცი რა მაინტერესებს აი ესე ადრეულ ასაკში რომ მიდიხარ ოჯახიდან რა აი მგონია რომ მე თვითონაც ერთი პერიოდი ინგლისში ვცხოვრობდი და მეც დაჟე განმივითარდა რაღაცა მონატრების იმუნიტეტი არ გივითარდება აი შენ არ დააკვირდი რაღაც თუ გაქვს ეგ მომენტი რომ ხანდახან დაფიქრებულ ხარ რომ აი რატო არ მენატრება რატო არ მენატრება არა უბრალოდ მე ის მქონდა რომ მე რომ ჩამოვდიოდი ესე და მალევე რომ მივდიოდი უკვე ისეთი ბავშვისთვის ახლა ისეთი აი ტრამულს არ დავარქვი მაგრამ ისეთი აი გულდასაწყვეტია აქ რო ჩამოდიხარ ისეთი თან ხა მიჩვეული ვიყავი სულ ოჯახთან პატარა სახში რაღაცა სულ ერთად და რაღაცა ნუ ჩამოდიხარ 4 დღე ნახო მე უბრალოდ ანუ ისეთი რთული არის მე ვფიქრობ რომ ანუ ტვინშიც არ აძლევ იმას რომ აი ძალიან აღფრთოვანებული იყო ან ძალიან მოგენატროს ვიღაც იმიტომ რომ მე იცი რომ ჩახვალ მე უკვე იმაზე გეფიქრება რომ უნდა წავიდე და აუ რა ცუდია და მაგრამ მონატრებით რა ვიცი მონატრება ხოლმე ხო ნუ ეს რა თქმა უნდა ქვეცნობრივი მონატრება ყოველთვის არის მაგრამ აი ხო ზუსტად ეგ მომენტია წინასწარ გაქვს განწყობა ისეთი რომ დიდი ფუფუნება არ მისე შენ თავს რომ იმიტომ გეშინია რომ მე ანუ მე ძალიან თუ გამოხატე ემოცია მგონია რომ მე რომ უნდა დატოვო ეს ოჯახი და რაღაც უფრო რთული არის და ალბათ თავისებურად ტვინში ეგ თვითონ ლაგდება რა ეს რამენაირად აი ეს მონატრება ან რაღაცა ქონია რთული დღეები ისეთი რომელიც ზავშოთ ასახულა მე ენერგიულად პერფორმანსზე არა სხვათა შორის იმიტომ რომ ვიცოდი ისთვისაც ვიყავი წასული რომ მე ვიყავი რა იმედი რაღაც ჩემი ოჯახისა ისე არ ვიყავი წასული რომ რაღაც აი რა შეიძლება ვერ გაამართლოს და ვერ იყოს არა ანუ ეგ არც მქონია რომ ანუ სხვა გზა არ ქონდა ხო რა სხვა გზა არ იყო და ისიც არ მქონდა რომ აი რაღაც მაგასაც არ უშვებდი ჩემთან ვიცოდი რომ ანუ იქ რო ჩავდებდი რასაც მთლიანად ჩავდებდი უკან დამიბრუნდებოდა ამ ჯეროდა სულ ამის რა მე ნელა უკვე რო ხედავდი რომ პროგრესი იყო უფრო მოტივაცია ქონდა და ვიცოდი რომ ანუ ხო რა როგორც ომში რო წახვიდე მასე არის უკან და არ შევადარებ რა თქმა უნდა მაგრამ რა მესმის ხო ენერგიულად ეს ფიქრის დროც არ გაქვს თან ეგეც კაი არის ალბათ რა იმდენი თამაში ვარჯიში მე მოგზა წასვლა იქ კიდე თამაში რა სჭიდნენ ხოლმე იქ სირბილე დღეში მე-3 ვარჯიში და კარგად დააგდა ყველაფერი ძალიან კაი მიხარია და როგორ უძლებდი ხოლმე ცდუნებებს რა ეხა მაინც ბავშვური და მithumetes მაგასაკში წარმოიდგინე შენ ძალიან ბევრ რაღაცას გამოაკლდი როგორც თინეიჯერი როგორც მოზარდი ანუ როცა შენი თანატოლები აი მაგას გულაობენ და მაგას ერთობიან შეიძლება იმ პერიოდში ხა საქართველოს დიდად არ იყო ესე გაქართობა და გულაობა მაგრამ ნუ მაინც იყო რა 2000-იანებში დავიწყოთ უკვე მოძრაობა გულის მწყდებოდა ხო და ხო აი გულით მწყდებოდა და როგორ უძლებდი ამ ცდუნებას რა ანუ მესმის რომ ეს determination როგორ არის განზრახვა გაქვს რაღაცა ძალიან დიადი და მაგრამ მაინც ადამიანური ცდუნება ისეთია რა კი როგორ ანუ ეხა რაღაც ხო გინდა რა რაღაც რო გავაკეთე იქ ხა არაფრის დრო არ მქონდა და უბრალოდ ჩემ აგენტსაც ანუ სამადლობ ეგ მაქვს რომ ანუ ჩვენთან სახში კამერები ქონდა დაყენებული და ანუ 12 საათის მერე შენ სახში? ხო, ანუ შესასვლელში ცხოვრობდით, ნუ 3 სართული იყო და აბა სხვა მოთამაშე რაღაც მეორე სართულში ვიღაცა, მესამეზე მე ვიყავი და ნუ კამერა ქონდა დაყენებული. კი, ანუ იმის გუნდი იყო, ჩემი აგენტი ვისთანაც მოვაწერე, მისი გუნდი არის ეს მეგა ბასკეტი რა და კამერა ქონდა და 12 საათის მერე თუ ანუ ან გახვიდოდი ან 12-ის მერე თუ მოხვიდოდი ისე რომ იმან არ იცოდა სადმე რჩებოდი, ანუ ჯარიმა იყო რა. ჯარიმა ფულადი თუ ესე? ხო, ფულადის და დაგჭირდნენ კიდევაც, მაგრამ ეგ არ მქონია რომ აი ეხა ვაიმე ის რომ აუ როგორ არ ვიცოდი რომ ანუ ეხა ვარჯიშობ, ვიღაცები რომ ანუ გარეთ არიან და გულაობენ და რაღაცას ერთობიან და რაღაც მესმის, კაია, მაგრამ ეხა მე მოვიკლებ რაღაცას და მე წავალ სადაც წავალ და ანუ მაგის დროს მექნება. ეგეც მქონდა და ნუ სულ ლაპარაკი საუბარიც მქონდა ჩემ აგენტთან ოჯახთანაც რაღაც
ეხლა მაინც რთულია ბავშვმა ეხლა ეგეთ რაღაცებზე ელაპარაკო და ხო რავი ალბათ უნდა რაღაც და წაიკითხო ის მომენტი ყოფილა რომ დავშვა დაბადების დღეზე ან სადმე წასულ ხარ და შენ ადრე წამოსულ ხარ იქიდან. იმიტომ რომ იქ სერბეთში რო ჩავედი ანუ საერთოდ გარეთ საჭმელათაც არ ყოფილა. იქ იყო ვარჯიში, ჭამა, ძილი, ტურნირი რაღაც თამაში. 3 წელი იყავი ბანაკში. 4 წელი. კი, ანუ როგორც ჯარში იყო ჩვეულებრივად. მასე ალბათ ორჯერ ვარ გასული ქალაქშიც, ანუ მაგის დროც არ მქონია და ესე რომ სადმე წავსულიყავი და აზარ მივდიოდი რომ უკან წამოსულიყავი მე გვიან ასე. ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად ბარო ამეტებდა რაღაც, მაგრამ მართლა მასე იყო. არა რა ზამ. ნუ თან მე მგონი რომ პოსტსაბჭოთა ეს არის სკოლა, მაინც და მანდეს სიმკაცრე და რაღაცა მაგრო სპორტფელი კი იქნებოდა. იცი რა მაინტერესებს? აი შენ ბოლოს მან გახდი MVP, ხო? მან ხო, ნუ სხვა გუნდში ვიყავი, ბუდუშნოში ვიყავი, მონტენეგროში გამანათხოვრეს. ეს რა გვიროს? ხო, გამანათხოვრეს. შეიძლება რომ ათხოვო. აი, გამანათხოვრეს არა, ნუ მოვაწერე იმათ, აი ისე იყო რომ უკვე ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად დავიწყეთ, რომელიც 2018 წელი ალბათ ან 19, კარგად დავიწყეთ, ძალიან პირველზე ვიყავით რაღაც 11 თამაშის მერე ადრიატიკის ლიგაში და უცბად ესე მირეკავს ჩემი აგენტი და რაღაც გოგო მოდი რაღაც და მეუბნება რომ ნუ ეს არის ევროლიგა უკვე არის ადრიატიკის ლიგა და ევროლიგა უკვე ბევრად მაღალი ლეველი არის და ნუ უნდა გადაწყვიტე ხო მე ვერაფერს ვერ გეტყვი თუ გადაწყვეტ რომ კი და მოვაწერე ამ გუნდთან ხვალევე მიდიხარ რა ანუ ვერავის ვერ ემშვიდობები ანუ ეხავე ალაგებ და ხო მიდიხარ და ხა ძალიან რთული იყო იმიტომ რომ აი იმ ბავშვებთან ერთად გაზრდილი მწვრთნელთან ჩემი მწვრთნელი ძალიან მიყვარდა და იქ გაზრდილი უცბად უნდა წახვიდე მაგრამ რომ დავფიქრდი ხა მაშინაც ეხა იმ გუნდში რო ხარ ხელფასი ეხა დიდად არ გაქვს იქ უფრო არის რომ გზდიან რომ წახვიდე და მე აი იყო და ნუ ევროლიგის ხელფასი უკვე ბევრად მეტია და მაშინ ეხა ისე არ იყო რაღაც არ მჭირდებოდა ფული ან რაღაც და ნუ ეგეც დაეხმარა თან იმასაც ხვდებოდი რომ ევროლიგაში რომ კარგად მეთამაშა უფრო გამოჩნდებოდი და რთული იყო მაგრამ გადავედი მან და მე უკვე მე კარგად და მაშინ განათხოვება რატო ერქვა განათხოვება რა ნუ ჩემმა აგენტმა გამიშვა იქ როგორ ხდებათ აი ესე არა ძალიან იმაზე მოწერით და რაღაც რა ნუ გამიშვეს მაგრამ ხელფას ვინ გიხდიდა აქაური ჯერ ეს გუნდი მიხდიდა და იქ რო გადავიდა და ის გუნდი გადამიხდიდა და ესე მოხდა ძალიან მარტივად ნუ ესე იმიტომ ვიძახი რომ გამანათხოვეს ხო იქ რომ მორჩი სეზონს მე ისე ამ გუნდში დავბრუნდი და ესე გამოვიდა რა იცი რა მაინტერესებს ეს სიმაღლის ფაქტორი კალათბურთში რა თქმა უნდა ვიცი რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს იდეაში რა მაგრამ აი NBA-ში გადასვლა უკვე წასვლა სიმაღლის ფაქტორმა იმოქმედა თუ უბრალოდ შენი ეს თამაშის ტექნიკა და აგენტის რადგან აგენტს აბრალებ იმას მაგას დავაბრალოთ ყველაფერი სიმაღლე კი როგორ გეხმარება ყველანაირად ხან რაც თამაში არა აი NBA-ში მოხვედრაში ხო არის არა NBA-შიც skill set-ი ნუ ის უნდა კონდეს რაღაცას უნდა აკეთებდე ისე რომ იმ გუნდს უღირდეს შენი წაყვანა მარტო მაღალი რო იყო ანუ ჩემზე მაღალი არის ძალიან ბევრი მაგრამ აი მაგას ვამბობ კი არა ეს მარტო მაღალი იყო და რაღაც ეს მაღალია და ითამაშებს ანუ ძალიან ბევრი არის რა ბავშვობაში ძახდნენ ხოლმე ალბის ხეც მაღალიაო და აქვს არ შევა ხო და ნუ რა თქმა უნდა ვარჯიშნელების ტექსტები კი და ნუ რა თქმა უნდა უფრო რთულია მაინც იმიტომ რომ უფრო მეტი ვარჯიში გინდა ეხა თქვენი იცით რამდენი რაღაც ჭირდება მე ანუ ძალიან მაღალი როცა ხარ წელზე უნდა იმუშაო მუხლების პრობლემები რაღაც და უფრო რთულია მაგრამ რა თქმა უნდა გეხმარება ეხა იქ ჩემ პოზიციაზე ეხა მე ძალიან მაღალი რო იყო კიდე უფრო მაგარი იქნებოდა მე უფრო მეტი პრობლემა იქნებოდა მაგრამ ნუ იდეალური სიმაღლე მაქვს დამეხმარა და ხო უნდა გამოიყენო რა და ყველა ვარიანტი თუ კარგად გამოიყენე გეხმარება და როგორ ფიქრობ ანუ შენ მაგინმა კარგად იმუშავა რომ ანუ NBA-ში აი ეგ მინდა რომ მომიყვა როგორ მოხდა სერბეთიდან NBA-ში გადამისამართება ნუ აი რაც იყო ჩემი აგენტის ის რომ შეეძლო ეთქვა რომ მოდი გოგა არ წახვიდე დარჩი აქ და ნუ ჩვენ მოვიგოთ ადრიატიკის ლიგა იმიტომ მართლა გქონდა შანსი და რაღაც თავისთან პლეიუსს დაიწერა თავისთვის კარგი იქნებოდა მაგრამ მითხრა რომ ნუ იქ უფრო გამოჩნდები რაღაც ნუ რაც მართლა მასე მოხდა ამ თავიდან საერთოდ რადარზეც არ ვიყავი რომ ანუ უნდა გავდრავტულიყავი და მე უკვე რომ რაღაც იქ ის მოვიგე შემთხვევით მე რაღაც rising star-ი არის ევროლიგის ეგეც ცოტა ისე პრესტიჟული ისა ჯილდო ეგეც შემთხვევით და
ეგენი რომ მოვიგე უკვე გაიზარდა რა და ალბათ მაგაში მიუძღვის ძალიან დიდი ის მე გამიშვა რა ვიცი ამერიკაში ჩავედი სანტა ბარბარაში იქ მავარჯიშებდა რაღაც მამზადებდა და ნუ ყველაფერში დამიდგა ხა მაშინ ანუ შესაძლებლობაც ესე არ მქონდა ანუ ყველაფერს ის იხდი და ყველაფერს მიკეთებდა კი ნუ თავისთვისაც კაი საქმე რა თქმა უნდა მაგრამ და მე რა ვიცი ვივარჯიშე ჩვეულებრივად ამიყვანა ინდიანა რომელიც საშინელი 4 წელი 3 წელიწად ნახევარი რატო ეხლა ეგ მოყვეთ მოდი ემოციურად რატო ესე საშინლად რატო იხსენებ ანუ იმათ არ ვაბრალებ რომ რაღაც იმათი ბრალი იყო მაგრამ ნუ აი ძალიან დეპრესიული ქალაქი არის ინდიანაპოლისი არის აი როგორ არც ერთ საქართველოს ქალაქს და ანუ სოფელს არ შევადარე ბევრად ლამაზი არის ყველაფერი ვისაც გონია რომ ამერიკა საგარეჯო ჯობია საგარეჯო ანუ ბევრად ჯობია ანუ ეგეც ისა საგარეჯოდან საერთოდ არ ვარ ხა აქ შეიძლება ვთქვა მე საგარეჯო სოფელ ბადიაურიდან არიან ჩემი ისინი და რაღაცები ხო საგარეჯოებმა დაიწერეს პლუსები დაუწერეს ხო რაღაცა ყველა ინტერვიუში შენ თვითონ ახსენებ ან არ ეწინააღმდეგები არ ეწინააღმდეგები საერთოდ არც ვარ იქ დაბადებული საერთოდ პირველად ვიზახი ხო ისე ვარ დაბადებული მაგრამ ეგ არ მინდა ვთქვა აუ რაღაც თბილისელი ანუ სოფელი ბიჭი ვარ ბადიაური მაგრამ თბილისში ვარ დაბადებული და ესე ვარ ჩაწერილი ამის გამო ეხლა იმიტომ აი ყველა ინტერვიუზე აი საგარეჯოელი ბიჭი და წავიდა ეხა აი რა ხო და საერთოდ სოფელში ჩავდიოდი ხოლმე ამ ზაფხულში ზუსტად მან და ჩემი სოფელი შოთებს რო კიდე კი და NBA-ში რო გადახვედი რატო იყო დეპრესიული ინდია სიო ხო ჯერ ესეთი ცუდი არის ამერ შევადარეთ ბოდიში საგარეჯოს ხო ინდიანაპოლის ძალიან დეპრესიული ასნიშნავს ანუ ხალხი ამოძრაობს ჯერ ესე ამ ძალიან მაღალი კრიმინალი არის ესე გარეთ ხარ მე თამჩებოდი დაუნთაუნში იმიტომ რომ ახლოს ყოფილიყავი დარბაზთან რომ ვივარჯიშო მოვიდე რა რასაც მიჩეული ვიყავი სერბეთში და ღამე რაღაც როლების ხმები და ის სასტრაფოები რაღაცები ეგ ეხა იმდენად არა მაგრამ სულ ცუდია მინდია სულ ცივა სულ თოვს სულ რაღაც საშინელება ესე ქალაქის აი როგორ აი ძალიან არც გული არაფერია სიტბო არაა და სიცივეში ხარ მთელი წელი და ანუ ძალიან ცუდი არის და თან დღეღამის რიტმი როგორი არის ეს აი ზოგან ხარ ახლა მალე ღამდება მალე ზენება ხო და იქ ანუ ძალიან პატარა დღე იყო რა და ანუ ღამდებოდა ძალიან მალე მაგრამ ნუ დანარჩენი სხვა ფაქტორებიც იყო რა თქმა უნდა იქ ბავშვი ვიყავი არ ვიცოდი ახლა გადადიხარ აქ ვარჯიშობ ძალიან ბევრს ახლა ევროპაში და გადადიხარ იქ როცა საერთოდ არ ვარჯიშობ და მე რაღაც იგივენაირად რომ ჭამდი და რაღაც მოვიმატე მე პრობლემები ისინიც არ მეხმარებოდნენ უფრო აი არ ვიცი რაღაც ბავშვს ანუ ადამიანს როგორ უნდა მიუდგე არ იცი ან გიყურებენ იმას გასაყიდი ხორცივით რა და რო გასწავლონ არ უნდათ პირდაპირ ის უნდათ რომ ანუ მაგარი იყო ხო მაგაში მომემზადეს სხვათა შორის და მე ვნახე რომ ძალიან განსხვავებული სტრუქტურა აქვს NBA-ს და ზოგადად ევროპის კალათბურთს რა ანუ თუ აქ ევროპაში უფრო ოჯახური სიტუაცია არის გუნდში მწვრთნელი სულ გვერდით გიდგას NBA-ში ხარ შენ თვითონ კი შენ პონჩი მარტო კი ასე არის ხო ნუ ბიზნესია როგორც თავიდან როგორც თქვით ანუ მან საკალათბურთო ესე სულად გამომდის ეხა მაგრამ მე ვიღაცამ რომ მითხას რომ თუ ევროლიგის თამაშს უყურებ თუ NBA-ს თამაშს უყურებ რა თქმა უნდა ევროლიგის თამაშს იმიტომ რომ ის კალათბურთი არის ანუ ესა კალათბურთი ეს უკვე არის აი რა ვიცი ბიჭებთან ერთად რომ ითამაშო გარეთ უბრალოდ მაღალი დონის ძმაკაცები შეიკრიბონ და ის იმას რო იცი რომ იმან ბევრი უნდა ესროლოს შენ დაადგები კუთხეში და ანუ ძალიან ანუ შოუზე დაფუძნებულია უფრო ყველაფერი და ანუ ეხა არ ვიცი ისეთ ვარსკვლავებს ცვლიან თან ანუ წარმოვიდგინეთ ეს ხარ შეიძლება ჩახვიდე ოჯახი გადაიყვანო ბავშვების სკოლიდან და მეორე დღეს შეიძლება კიდე გაგიშვან რა ძალიან მარტივად ანუ ის ევროლიგაში ეგეთი რაღაც არ ხდება ეხლა მაგალითად და ალბათ მაგიტო აქ უფრო ოჯახია აქაც ეხლა მაინც ევროპელი ხალხი სხვანაირი სიტბო არის და რაღაც ამერიკელები მაინც ყველა ბიზნესის კუთხიდან უყურებს ყველაფერს საერთოდ ყველა ურთიერთობას და ალბათ ისე რა ეხლა ევროპები რო დაუფიქრდა მენტალურად ამისი გადახარშვა და აი ამასთან ცხოვრება ძალიან რთულია რა აი ეჩვევი მე და ეჩვევი მაგრამ რაღაცნაირად არ გაფუჭებს როგორც ადამიანს მე შენთვის ცოტა ისეთი ანუ ძალიან მარტივი არ ხდება ისეთი რაღაცები რაღაც კაი რა ეგ რა არის იქ ისეთები ხდება აი რაღაც მომენტში არ მივხვდი რასაც ამბობ უბრალოდ ეგ
მე რო ვიცი რომ ესეთი რაღაცები ხდება ჩემთვის იმდენად მიუღებელი არის რომ ანუ აღარც ანუ ყურადღებას არ ვაქცევ ან არც მიმაქვს ანუ ყურამდე რომ ანუ იმას ელი უკვე იცი რაც იქნება და ანუ წინასწარ იცი იმაზე როგორ უნდა გაბრაზე ხ წინ რო ვიცოდე რომ ფეხი უნდა წამოუკრა ანუ იმაზე ხო არ გავბრაზე ვიცი რომ რანაირად ანუ წინასწარ არის დაგეგმილი ვინ წაგაქცევს არა ანუ ხო ვიცი რა სტილი ანუ რა ტიპის ადამიანები არიან რა ანუ აი იმისგან ანუ ვერ მოელირო ანუ ან გეძმაკაცო ან გემეგობროს ანუ იმათ როგორად ძალიან კაი ურთიერთობა მაქვს ანუ ეს გუნდის შიგნით იძახა ხო ანუ 95% ანუ შეიძლება მირეკავენ ურეკავ კითხულობ და რაღაც მაგრამ ნუ სხვანაირი არის აქ რომ რაღაც ოჯახის წევრს გააცნობ ეხლა რომ იქიდან რომ წერენ ხოლმე რომ რაღაც გოგა საქართველოს ჩამოსვლა გვინდა მე არ პასუხობ რა ეხლა სად ჩამოდი ხა იქაც მე იქაც ამდენი ხანი შენთან ერთად ვარ შენ საერთოდ გულზე არ მეხადები და მე საქართველოში აგიდა რატო იქნებ შეცვალო რაღაც და სხვა კამინდა ნუ უბრალოდ მე მესმის რა იმათი მენტალიტეტიც მესმის რომ როგორც კი ფილდზე გადიხარ всё იქ ბიზნესია რა იქ თავდება თქვენი ურთიერთობა და თქვენი გული და სული არა ბიზნესია ხა იქ მე მგონია რომ ძალიან იშვიათად რომ ვიღაც ჩავიდეს ვიღაც თამაშობდეს რაღაც კალათბურთის სიყვარულისგან კალათბურთის სიყვარულით ითამაშე მეგობრებთან თუ გიყვარს რა და უფრო ბიზნესი არის რა მაინც ნუ მოსაგებად იმას არ ვიძახი რომ კალათბურთს მოსაგებად არ თამაშო ანუ ვინც უყურებს ანუ მარტო მოსაგებად თამაშო ეგ ცუდი არის ჩემთვის მაგრამ ანუ ხო რა მაინც ბიზნესი არის რომ შენი ოჯახი უნდა არჩინო რაღაც ეხლა რაღაც ბეჭი რა ვიცი ხო და იცი რა მაინტერესებს თუ ესეთი აი რაღაცნაირად წინასწარ გათვლილი და რაღაც არის მე ვიცი რომ არიან კალათბურთელები რომლებიც აი ძალიან ბევრს ხარჯავენ ანუ იმ თიმი რასაც უბრალოდ გუნდი რასაც გიკეთებს პროვაიდინგს ღმერთო ყველანაირი ქართული სიტყვა რასაც გაწვდის ხო ხო რასაც გაწვდის იმის გარეთ კიდე ცალკე პერფორმანსი ნიყავთ კოუჩები და გუნდები მთლიანად და მაგაში ძალიან ბევრ თანხას ხარჯავენ და მე თუ ხარჯავ შენ თუ ხარჯავ მაინტერესებს მე არა მე დედა ჩემი მყავს უფასოდ მიკეთებს საჭმელებს ძალიან კარგად ვიცი ახლა უკვე როგორ უნდა მოუარო ჩემ თავს ეს ძალიან ანუ უფრო ტრამული მოთამაშეები ვინც არიან ისინი ულიან თავის თავს ესე ძალიან და ახლა ლებრონ ჯეიმსი ხარჯავს რაღაც 5 მილიონს თავის იმაზე ყვებას და აი რა 2 მილიონი ეწერა ხო აი რაღაც ხო წერია ვიცი რაც ანუ აი რა შვება ანუ იგივენაირად წერა ხო მაგრამ სამაგერად 21 წელია ტრამვა არ ქონია ხო ახლა მაგაზე ახლა რატომაც არ ქონია კალათბურთში ჩახედულმა ხალხმა იცის ყველა იმიტომ ანუ ზუსტად რაც არ ვიცი ახლა იმას ვერ ვიცი მაგრამ რაღაც ხო არა არ გავზავშოთ გეგმაში რომ შენც გამოყო რაღაცა თანხა შენი შემოსავლიდან და პატარა გუნდი შეკრება ხა ნუ შეფ მზარეული და ნუტრიციონისტი დედა ყოფილა გადასარევი მშვენიერი და აი დანარჩენი ეს stretch coach-ები არიან რაღაცა პერსონალური მწვრთნელები ყავთ გაქვს გეგმაში რომ დავშოთ ანუ წონების მწვრთნელი მყავს შათაუს გავუკეთე დავით ნადარაია არ ვიტყვი სად ძალიან კარგი მწვრთნელი არის კარგად მოვარჯიშებს ნუ ეს ამერიკაში თუ აქ ამერიკაში ანუ ამერიკაში ყავს გუნდში ყავს ალბათ რავი 5-6 ადამიანი და ჩემ გუნდში არავის არ ყავს ეხა ზედმეტად კიდე ვიღაც რო ყავდეს ეხა რა თქმა უნდა იქ თერაპიაზე თუ გინდა რომ მიხვიდე ვიღაც ანუ ეგ უფრო ძალიან იშვიათად რომ ვიღაცას ყავდეს ანუ მეორე და მესამე ანუ წარმოიდგინეთ ახლა ორ თერაპიას რო იკეთებ დღეში და მე კიდე სახში რომ მიდიხარ და კიდე თერაპია უნდა იკეთო და ანუ მაგრამ ის თერაპია ხო გუნდი ხო არ არის როგორ არა ყველაფერი კი ყველაფერი დრო გაქვს გაწერილი ყველაფერი როდის უნდა მიხვიდე რა გჭირდება რა უნდა გაიკეთო ნუ ანუ სხვა არჩევის ანუ თუ არ გაიკეთებ ნუ შენ ხარ მაშინ ანუ უიცი და გინდა რომ ტრამვა მიიღო რა უნდა ეგ შენით უნდა ისქნა თორე ეს ლებრონ ჯეიმს შეიძლება ანუ შეფი რო აიყვანო და რაღაც კი მაგრამ თუ იცი რაც უნდა ჩაუშვა შენ ორგანიზმში ანუ არ მგონია რომ მაინც და მაინც შეფი უნდა ყავდეს შენ ეხა მე იმდენი რაღაც ვის არა დედის მომზადებულ გემრიელს არა დედაც და იქაც ეხა შეფი არ მყავს იმიტომ რომ ვიცი რა უნდა ჩაუშვა ორგანიზმში უკვე ხვდები როგორ შენი ორგანიზმი უნდა ის შეიძლება იმ შეფმა საერთოდ არ იცი შენი ორგანიზმი რა საერთოდ სხვანაირად იღებდე ან კარბებს და ან იმას ცილებს და რაღაც სხვანაირად და შენ თუ რაღაც არ წაიკითხე და რაღაც ის შენ თუ შეგიძლია რომ იგივე გააკეთო ვფიქრობ რომ ეგ უფრო
აი იმიჯს იქნია რომ იცი რა მე ხა გუნდი მყავს და აი ძალიან მაგარი ვარ. მე არ მჭირდება. ჯერჯერობით მადლობა ღმერთს. გოგოს არ ჭირდება. მადლობა ჯანმრთელად ვარ. ძალიან კარი. და ანუ ოჯახი ეგრევე წაიყვანე თუ 4 წლის მერე რამდენიმე ხანში ჩამოვიდა შენი ოჯახი შენთან? ჯერ ამერიკაში, ანუ ინდიანაპოლისში საერთოდ არ მინდოდა რომ ჩამეყვანა ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ მე იქ ახლა წავიდე და იმაზე ვინერვიულო რომ იცი რა, სროლის ხმები და რაღაც თან ცუდი ამით თან ახლა ისე არა რომ ჩემ ოჯახს რაღაც საქმე არ კონდეს და რაღაც და კარგად ვერ დავაგდა, მაგრამ წელს აუცილებლად ჩავა, იმიტომ რომ ორლანდო არის ძალიან მაგარი ადგილი, ახლა წელსაც ჯერ ხომ არ ვიცი ახლა დავრჩები სად წავა რაღაც და ძალიან ისე აიწყო და ანუ იქ ისევ მარტო ხარ? კი. ოკეი, ხო, მაგრამ ამ საჭმელს ვინ გიმზადებს? იმაში არის რა ქვია facility რაც გვაქვს ჩვენ იქა ყველაფერი ანუ შეფებიც ყავს nutritionist-ის ყავს ყველაფერი არის რა გამოკვლევებსაც უგვიტარებენ რა როგორ ორგანიზმზე როგორ ხდება შენით საუბრები გაქვს რა როგორ დაყვება გასვლით თამაშებზეც სულ არის შეფიც და ისიც და ჩვეულებრივად ეს იმის გარეშე რაღაც და დილას გამოსული სახლიდან იქ აი facility-ში რამდენ ხანს ატარებ ხოლმე? გააჩნია, თამაშის დღე თუ არის, უფრო ნაკლებად დილით მივდივართ, რაღაც ტაქტიკას გავდივართ, სროლები, რამდენიც ხანი, 45 წუთი არის ესე გუნდის და მე შენით შეიძლება ლიფტინგი გააკეთო დილით აქტივაცია და მე დარჩე და ესროლო ალბათ, არ ვიცი, 2 საათი მე cold tub-ი ხანდახან, მაგრამ რომ აი ახლა training camp როიწყება, ანუ კემპი სანამ სეზონს დაიწყე, მოსამზადებელი კემპი აი მანდ უკვე დიდი ხანი არის, დღეში 2 ვარჯიშები არის სადაც 1 კვირა, 10 დღე. დანარჩენი სეზონის განმავლობაში ესე ვარჯიშები საერთოდ არ არის. სიმართლე ვთქვა, იმიტომ რომ ეხლა თამაშობ მაგალითად ორლანდოში და უნდა მე აი დღეს თამაშობდი და ხვალ კიდე თამაში გაქვს. ანუ დღეს თამაშობ 7 საათზე იწყებ თამაშს და 10 საათზე მთავრდება და 10 საათზე მიდიხარ ავტობუსით თვითმფრინავში, ჯდები, მიფრინავ სადღაც 3 საათის სავალზე და იმ დღესვე თამაში გაქვს. ხო, ეს ნახე შენს ინტერვიუებში, რომ რაღაცა 83-მდე თამაშს აკეთებთ იმაზე სეზონზე. 82 არის და მე პლეიოფებიც ემატება. და როცა ევროპაში ეს არის განახევრებული. კი, მაგრამ ეხა უკვე ევროპაში გააჩნია რა გუნდში თამაშობ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი თამაში მოგიწიოს, იმიტომ რომ შიგდა ლიგა რაღაც, მაგრამ ნუ ესე რომ ავიღოთ ხო NBA-ში ბევრად მეტი თამაში არის უფრო მოკლე დროში. და ეხ ძალიან დილეტანტურ კითხვას გისვა. 5 თვე არის სეზონი. როგორ გამოდის? ოქტომბერში იწყება და ნუ ფინალში ყველა ხო ვერ გადის. ანუ ფინალში გადის 2 გუნდი. ფინალი რჩება ივნისში მორჩა, ეხა 20-ისკენ. და ნუ თუ პლეიოფში ვერ გადიხარ, საერთოდ რჩები აპრილში. აპრილში მორჩები. და აპრილიდან ოქტომბრამდე რა ხდება? ნუ სანაკრებო თამაშები, ზოგი არაფერს არ აკეთებს, ისვენებს და ვარჯიშობ და იმზადები შემდეგი სეზონის. ასე რომ თავის ხო ცუდ გუნდში უნდა თამაშობდე ალბათ და სულ თავისუფალი დრო გაქვს. არა ეგრე. იცი, კვება ახსენე და მოდი, ბარემ აი ჩემი მხარიც მაინტერესებს და ახალგაზრდა სპორტსმენებსაც სავარაუდოდ ძალიან აინტერესებს. როგორი აი ძალიან განსხვავდება შენი კვება ამერიკა და ევროპას შორის და ევროპა საქართველოს. აი რო შევადაროთ რა. ეხლა რომ მოგვიყვა შენი დღის რაციონი რა არის? არა საქართველოში ვიყავთ, ამერიკაში როცა ხარ. ამერიკაში ეხლა დავლაგდი და ეხლა მივხვდი რომ საერთოდ სხვანაირი საჭმელი არის. სხვა სტეროიდებით და რაღაცეებით, ანუ გაჯერებული და რთულად იღებს, ანუ bloating-ი გაქვს, უფრო მეტად, აი წითელ ხორცს რო ჭამ, ანუ შეიძლება რაღაც ბოდიში მუწუკი ამოგივიდეს და რაღაც, იმიტომ რომ გზნობ რომ აი რაღაცეები არის, იმიტომ რომ ეხლა რაღაცას რო დადება აქ და რო არ ფუჭდება, ან ძალიან ხო რაღაცა არის და რაციონი, რა ვიცი, დილით ვჭამ ხოლმე ესე კონკრეტულად ზოგჯერ არ ვჭამ დილით, შეიძლება შეიკი დავლიო, შეიძლება არ დავლიო. მე რაღაც პატარა ცილა და თამაშის დღეს უფრო ნახშირწყლებს, რა თქმა უნდა, ბევრს ვჭამ, რომ ნუ ენერგია გქონდეს და როცა არ გვაქვს თამაშები, უფრო ნაკლებად ნახშირწყლები, არაფერი განსაკუთრებით, ყველაფერს ვჭამ, ანუ ისეთია, ანუ დღეში რამდენჯერ ვჭამ? როგორ ზოგჯერ რამდენჯერ, აი სნეკებსაც თუ ჩავთვლი, ძალიან ბევრჯერ, აი და შეიკებს შეიძლება 6 ჯერ ვჭამო ან 6 ჯერ. კი, როგორც ანუ ეხლა ძირითადი საკვები მაგიდან რამდენი იქნება? 3, აი ხო, 3 ან 2.
ან 2. კი, იმიტომ რომ ეხლა და მივხვდი და ჩემ აი ბევრს რო ვჭამ, ანუ მეთან ძალიან ძლიერი მადამ აქვს, ანუ საშინელი მადამ აქვს და ანუ იქამდე თუ მივედი რომ მე უკვე ან დავნაყრდი, ბოლომდე უკვე ვსუქდები. ასე ხო, მაგრამ ამდენი ცირკულაცია ამ ხოლმე გზა უნდა გაიარო შენ მას ის ხმა წარმოიდგინე და იდეა სჭირდება, просто სწორად და დაბალანსებულად ალბათ. კი, ხო და თუ რომ ინდიანაში რო ვიყავი, მაშინ არ ვიცოდი ესენი მაგალითად და ნუ ცუდად რო ჭამ, ანუ ეს ხო ინფლამაცია იკვებება ამ შაქრით და იმ deep fried შემწვარი, ცხიმში შემწვარი რაღაცეები და მაგებს ეხა ვიხდები თამაშამდე შეიძლება რაღაც მეჭამა, მაგრამ ეგრეც არა, ეხა იქ რო ჩემი გუნდები, კოლონეტონი იყო ჩემი გუნდები, ეხა გადავიდა და პიცას ჭამდა ხოლმე თლიანს თამაშის წინ. ასე რომ ალბათ რავი ზოგი სხვადასხვანაირად იღებს ამ, მე ეხლა ანუ თან ნაჭამი თამაშამდე ალბათ რავი 4 საათი არ მაქვს ხოლმე. შეიძლება რაღაც ნახშირ წყალის სწრაფი, გელი ან 4 საათი ესე მშერი ქაჩავრო. კი, და მე თამაშზე იმათ ვარ უფრო მსუბუქად და გონია რომ სწრაფი, ანუ შეიძლება არა მასე, მაგრამ უფრო სწრაფი ხარ და უფრო მაგალ ხტები და გეხმარება რა. ანუ ესე სპეციალურად სპორტული ნუტრიციონისტისთვის არასდროს არ მიგიმართავს, უბრალოდ იქ გუნდში გიკეთებ რაღაც პატარა educational, აი საგანმანათლებლო რაღაც პატარა სემინარი. არა, ნუ დაყვება ყველგან და ანუ უყურებს რას ჭამ, აი მაგალითად მე ხა წელს ძალიან გამხდარი ვიყავი და ძალიან გამ. სახში იძახი, სახში ხა მაგალითად გასვლაზე როცა ხარ, იქ საჭმელი სულ არის. ანუ შეგიძლია ჩახვიდე, გამოყოფილი არის, რაცაც გინდა შეჭამ, ან გახვალ ნუ რესტორანში შეჭამ და რაღაც, მაგრამ ესე რომ რაღაც არ ვიცი, უფრო ფეხბურთელები არიან, მასე არაფერს არ ჭამენ, ეს ცუც ხა. ჩვენ თან მე ხა მაღალი რო ხარ და მე როცა ვთამაშობდი, ბევრს ჭამდი ძალიან, იმიტომ რომ იმდე კალორიას წვავდა რაღაც, რომ ანუ ვერც იმატებ და თან ენერგიაც გჭირდება, თორემ მე უკვე ტრამვის რისკიც მაღალი არის და რაღაც, მაგრამ სახში ხა შენით უნდა გააცნობიე, რომ ხა რთულია ესე რო არიცი და რაღაც, მაგრამ ალბათ უნდა წაიკითხო. მე აი რაღაც სულ უყურებდი ხოლმე ვიდეოებს რა, აი რაღაც მაგალითად ბადიბილდერები, ანუ ხა მე ბადიბილდერი არც ავიქნები, მაგრამ რა არის სწორი რომ ჭამ იქ რაღაც ვიდეო ვიღაცების ვიდეოებს უყურებდი რომ გავიგო რა, იმიტომ რომ უკვე მაინტერესებდა, იმიტომ ხვდებოდი რომ აისახებოდი. იმიტომ რომ ეხა სუქანი ძალიან არასდროს არ ყოფილა, უბრალოდ სხვანაირი აღნაგობა მქონდა, ბავშვური ვიზდებოდი თან და ანუ ვერავინ ვერ გეტყვის, აუ გოგო, ამს იცი რა, ცოტა მოუკერი ჭამას, იმიტომ არ ხარ რა, სუქანი უბრალოდ სხვანაირი ტანზე ხარ და ეხა უკვე რომ მივხვდი და რაღაც, უკვე ჩემით ვიცი რაც უნდა ვჭამო და ეხა ხვალ რო თამაში მაქვს, იმ ხელა პროფესიონალიზმი უნდა გამოვიჩინო, რომ აი დღეს რაღაცას არ შევჭამ. ასეც არა, ეხა რო თქვა, ძალიან პროფესიონალი ვარ და რაღაც მოვიტყუე. მართლა მოვიტყუე. გამიმართლა მაგაშიც. არა, არ გაგიმართლა, მეგონია რომ მაგის ახლა ჯერ ის რა დღის რომ აი ამ ხოლმე ფსიქოლოგიური სირთულეები გაგადალახული. ანუ მე მაგას ბევრი ვერ გავტლებს, ასე რომ თლად გამართლებას ნუ მიეძარ. ეს არის საკმაოდ ისეთი, რა ვიცი, ხო, წარმომიდგენია, ხო? აი რამ ხელა ისინი გაქვს გადალახული, ჯერ მარტო 4 წელი მოზარდს არ გინდება გასვლა, რომ რა ვიცი, რაღაცა გაძროიან დალიოან რაღაცა. ალბათ მოვითავე მე 15-16 წამს თბილისში მოვითავე ყველაფერი, აღარ მენატრება და აღარ მინდება. სასტომმა შეგიწყო ხო ხელი? კი, კაცო, კი. და ეს თავად თუ ამზადებ საჭმელს ხან მაინც. არა, ადრე ვაკეთებდი და მე ჭურჭლის რა სხვა ძალიან და ჩაწყობოდა. კი, მეზარებოდა ხოლმე ხა იმას წყალი დაასხი და ეს სალმაკი ხა მაგისტრო და ესე რო ვთქვა ძალიან მაგარი ხელი მაქვს, მაგრამ ძალიან გურმანიო, აი ჭამაზე ძალიან. მით უმეტეს ხო აი ძალიან გურმანი თუ ხარ, მე მაგალითად სულ გარეთ ვერ ვჭამენ რა, იმიტომ რომ აი მემართება, იმიტომ რომ მაინც გემრიელად ვერ ვნახულობ იმას გარე საჭმელს რა უნდა თბილისში ისეთი საჭმელები არიან, საქართველოში, ანუ კაი თუ ცუდი. ძალიან მაგარი. ყველაზე მაგარი სამზარეულო გვაქვს. ხო, ძალიან მაგარი სამზარეულო გვაქვს და და შენ რო ახსენე წეღა რო რაღაცა წითელ ხორზე მაყრის რაღაცები, ანუ ორგანიკი არ არის იქ მაღაზიები ხო არის რაღაც ორგანიკი სტორი. არის, მაგრამ მაინც სხვანაირად იგივენაირად, ანუ ბევრი ადამიანი იძახს მანამდე არ ვიცოდი და ყველა ვისაც ვკითხე ეგრე არის, რომ იგივენაირად რო ჭამო ამერიკაში და ევროპაში აი მაგალითად რა პიცებს, იტალიაში პიცებს და პასტას ჭამე ყველანაირს, ანუ ყველანაირი სოუსით და ანუ შეიძლება იქ ჭამდე ძალიან
გონია რომ ძალიან დიეტობ და რაღაც და აქ ჩამოხვიდა პიცები ჭამა დაიკლო ანუ. ხო. იმიტომ რაღაც აშკარად არის. რაღაც არის ხო კი ჩემდაც ამერიკაშია და ჰაერშიც კი შაქარია ოქროს უნდა ყველაფერში შაქარია. ანუ ბის ხალხი არიან და ცუდად გამომდის, მაგრამ ასე არის. ყველაზე ობის ქვეყანა, ანუ გადაჭარბწონიები ეგენი არიან და ანუ გონია რომ ძალით ხდება რა ეს რაღაცა შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ვერ ხვდები რა. ხო არა, ნუ ძალიან ბევრი ხვა და ძალიან ბევრი თაროს პროდუქტები არის დაპროცესინგებული თაროს პროდუქტები და იმის გამო რომ ადამიანები ზარმაცები არიან და ესეთი აი scratch-დან არ ამზადებენ პროდუქტებს, მე ხდებიან დამოკიდებული აი ამ იმაზე რა თაროს პროდუქტებზე. მე ესე მგონია ეს არის ჩემი თეორია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ყველაფერი დაჭრილი და ყველაფერი სრო იყიდება გამზადებული, ნუ გინდა არ გინდა, როცა დრო არა გაქვს წახო მარკეტკენ რა. როცა რაღაც სხვაგან კი შეიძლება ის პროდუქტი შეიცავდეს და ამბერ ნიტრატს და რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ ამზადებ რა და იცი როგორ ზეცუშვები და როგორ მას უკეთებ რა. ხო თან ანუ მარტივიცა ალბათ ზოგჯერ ანუ უფრო მარტივად მისაწვდომი არის იაფიც არის აი სადღაც fast food რესტორანში შეხვალ და იყიდი რაღაცას და უფრო მარტივი არის და ალბათ ცუდია, მაგრამ ნუ ბიზნესი არის მასე. ანუ შენი თქმით კალათბურთელები უფრო არ უყურებენ კვებას ვიდრე ფეხბურთელები? არ გონია რომ უფრო მაგრამ ისინი ბევრს დარბიან. ნუ გააჩნია. ხო ბევრს დარბიხარ. შენ ანუ შენთვის ალბათ არ იქნება ბევრის ასე აი არ ვიცი. ზოგი აი ჩემი გუნდები ზოგი ძალიან აი ცუდად თქვა რომ ჩაჭერილი აქ ანუ ზოგს ძალიან და ნუ даже ნუტრიციონისტის ეუბნებიან ხოლმე რომ აიცი რა მაგათ 2% ბადი ცხიმი რო გაქვს ანუ და 1 ანუ ძალიან არა უკვე კაი რა ძალიან გამომშრალი ხარ და რაღაც გჭირდება და 5-ის ქვემოთ უკვე ანუ სუქცივა წარმოიდგინე სულ ენერგია არ გაქვს და აი ეგრე ჩაჭერილი არ უნდა ყო გონია რომ ფეხბურთელები მას უფრო მასე არიან მე ხარ ვიცი არავისთან არ მაქვს შეხება ფეხბურთელთან და უბრალოდ გონია რომ უფრო უყურებენ ანუ იმიტომ რომ მე რო პირადად ესე ძალიან ის არ მაქვს რო იცი რა მოდი ხა აი ამას რო შევჭამ ეგეც მაქვს ხოლმე აი binge eating-ი და რაღაცები და მე 2 კვირა ცუდად რო გზნოდა რომ გეზიზღება ყველა ეგეც მაქვს ხოლმე მაგრამ ეგრე ჩაჭერილი არ მაქვს და მაგიტო ვთქვი ეს binge eating-ის რას აბა ხოლმე დაკურებული ხარ აი რაღაცა სტრესულ თამაშს ან სტრესულ დღეს ან მონატრებას ან რას როგორც წესი binge მიბმულია ემოციასთან ხოლმე ნუ სახში თუ ბევრი საჭმელი მაქვს binge საერთოდ არ მაქვს ხოლმე საჭმელი ესე რა რომ არ ვჭამ იმიტომ რომ საქართველოში გემართება binge საქართველოში იმდენად არა იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი საჭმელია და მე უკვე ვეღა ანუ ჩემი დიშვი მეხუმრება ხოლმე ანუ ეს რეუბნები ხოლმე მიდი გოგა გააკეთეო და ეს მაცივარს ყავს და იყურება სულ მაცივარში ვიყურები რა ანუ ეს შეგამოვწეო მაცივარს უყურებ დავზვერა არაფერს არ გამოვიღებ კიდე ახლი და ბულერი ხარ მაცივარის ხო ჩო აუ ადრე იყო რაღაცა გადაობა ჩემი მაცივარიო რა ადამიანი იყოსო რაღაც ბედრო საძინებლის კარებს იმდენჯერ გამიღებდაო რომ რაღაც ღამე არ დამაძინებდათ რა ღამე მეღვიძება 3ჯერ 4ჯერ ჩავდივარ და რაღაცებს ჭამ ხოლმე არ მახსოვს მე დილით მახსოვს ხოლმე არ ვიცი ხოლმე ანუ ეს საჭმელი ძილში ჭამ საჭმელს მართლა ეს არ გახსოვს აი დილით ან რაღაც ის გახსნილი ისინი რომ ხდება მე რო ხვდები თორე ესე არ მახსოვს ხოლმე ანუ აი შეიძლება რაღაცა სიროკი და აი შოკოლადის ბის ჭამო რა ღამე ძილში ან ნუტელა და კაი იმიტომ თელი დღე რო ძალიან აი მაინც ვცდილობ ხოლმე რომ არ ვჭამო რა ანუ მშიერი რო წვევი მაინც აი თუ გამიღო მშიერი აუ არ ვიცი მე ანუ ეს თავს კი ვიკავებ მაგრამ ხო არ ვიცი ალბათ ძალიან არ გოგა რეჟიმში ხარ ჩასად მე არ მithქვს რეჟიმი მაქვს თქო ანუ ხო თქვი პროფესიონალი ანუ ეგრე ძალიან ჩაჭერილი არ მაქვს არაფერზე ანუ ჩვენ ადამიანი რო ცხოვრობ ეხლა რობოტივით რო ვიცხოვ მთელი წელი ანუ და ანუ 20 წელი კალათბურთი მექნება ნათამაშები და მე უცბად ესე უნდა დავждდე და ვა ეხლა 40 წლის და იცი რა 40 წლის რობოტი რა ანუ ხო რაღაცეები ხო გააფუჭო რა ადამიანმა ხო მაგრამ შენი გაფუჭება როგორ არის აი პროცენტულად ზოგადად იძახიან ჯანსაღი 80% აფუჭეო რა 20% გააფუჭე და 80 ჯანსაღი ყავი და შენ 100% აფუჭე 100% სუნდი აუ ცალკე ადამიანს გავსოთ მე მოტივაცია მივცეთ რომ მე იდეაში საინსპირაციო ვიდეო მჭირდება ხო და მე ადამიანს გავსოთ ხო მოტივაცია არა მე მგონია რომ პირიქით ანუ მე აი ეს ხიბლი ზუსტად სიმარტივეშია რა ანუ როცა რაღაცას მარტივად აღიქვა და შესაბამისად აი ძალიან რთულად არ უყურებ ხო რაღაცა მარტივადვე მოგდის არა
კი, ხო, რაღაცაზე სულ ფიქრობ, ან მაგალითად აი ტრამვაზეც ყოფილა, რომ ფიქრობ ეხლა რომ აუ ტრამვა არ რაღაც იცი ფეხი მტკივა ეხლა. და მოგივა. ანუ ეს რაღაც ძალიან ბევრს თუ იფიქრებ რაღაცაზე, მგონია რომ აი ის ცუდად მოხდება, მაგრამ კარგად უნდა გამოიყო, მე სულ ბავშვობაში აი ხა ცოტა წამოვიზარე, სულ რაღაც NBA ოღონდ. ისე არა რომ ჯეროდა. უბრალოდ ვისროდი ხოლმე რომ ან მართლა მინდოდა, მაგრამ ისე და ხო და თან ესე ძალიანაც რომ იცი რა ხა მე ვაიმე ხა ამას შევჭამ და სადღაც ხომ ანუ მე უბრალოდ ვერ ხვდები ანუ ძალიან რთულია რა ანუ მთელი წელი რომ ეხა იქ კარგად იკვებოდა რეჟიმში იყო ეხა ხუმრობ რა თქმა უნდა სულ რეჟიმში ვარ იქ და ანუ გაწერილი მაქვს 30-დან 40 წუთამდე შეიძლება დავიძინო ზუსტად ყოველ დღე და ნეფი იმის გარეშე ვერ ვითამაშო. ეხა აი ესეთები მოგვიყევი გეხოთ. ეს თავიდან ვიხუმრეთ. არა, კი, რა თქმა უნდა, კაცო ვიცრეს ხუმრობა და ყველა ვერანაირად ვერ გადარჩები იქ სხვანაირად რეჟიმის გარეშე. კი, უბრალოდ ზაფხულში ვცდილობ, ნუ თავიდან რომ ჩამოვდიოდი ხოლმე პირველი 3 წელი ძალიან ეხლა კი ვიძახდი აღარ მაქვს თქოჩაზე ძალიან ბევრს ვარჯიშობდი ძალიან ბევრს აი რა ვიცი დავრბოდი გარეთ და აი სულ კალათბურთს და ბურთზე ვარჯიში და იმდენად უკვე გადაღლილი ჩავდიოდი იქ რომ უკვე ტრამვები მეწყებოდა უკვე იქ რაღაც ტკიოდა მე იმის მოვას უნდებოდა იმდენი ხანი რომ ანუ ვეღარ ვიყენებდი და ეხლა ბოლო 2-3 წელი ცოტა მოვდუნდი და ზაფხულში იცი რა მე ვივარჯიშებ მაგრამ დავისვენებ კიდევ მანამდე ანუ არ მახსოვს რომ მე რაღაც არ გამეკეთებინოს რა და ეხა ანუ არის ხოლმე დღეები რომ ცირა დღეს მოდი გუშინ ხა ორჯერ ვივარჯიშე და დღეს დავისვენებ და ანუ საჭმელსაც შევჯამ არ ვიშიმშილებ რა და ვფიქრობ რომ ბალანსი თუ დაიჭირა და რუტინა ყველაზე მთავარი ეგაა და შენი თავი თუ ანუ გამოცდილება მოგიტანა ბალანსი გამოცდილებასთან ერთად მოვიდა ის და რეჟიმიც და დასვენებაც ისწავლე და დასვენებაც მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა იმიტომ რომ ძირითადად აი მან დუშვებენ ყველანი ჩემი თამადობით შეცდომებს რომ აი და დასვენებას იმდენად დიდ პრიორიტეტს არ ანიჭებენ და იდეაში ყველანაირი კარგი რაღაცეები აღდგენიდან დაწყებული განვითარებით დამთავრებული დასვენების დროს ხდება ხოლმე რა მენტალურადაც გჭირდება ხა იქიდან როცა ჩამოდიხარ მგონია რომ აქ რაღაცა ისეთი მომენტია რა შენიანებთან ახლოს ხარ უფრო ბონდინგ მით უმეტეს იქ თუ რაღაცნაირად უფრო ბიზნესის მომენტი არის ეს კავშირი რაც არ უნდა მეგობრობდეთ მაინც რაღაც ეს სრულყოფილი კავშირი არ არის რა და ადამიანები მაინც ასე გინდა ესე თქვი ისე თქვი რაც არ უნდა ინტროვერტი იყოს ადამიანი მაინც სოციალური არსებაა რა და ჭირდება სოციალიზინგები ასე ვთქვათ. კი ხო. ასე. შენ და კოულის ინტერვიუები ნახე რამოდენიმე. ხო და ძალიან ხუმრობთ ერთმანეთში და ოღონდ ხანდახან ნეჭვი შემეპარა ანუ ხუმრობა იყო თუ კვენა იყო. თუ კოული ძალიან საყვარელი არის. კოული ეხა გაუშვეს ეხა მოაწერა მილოუკისთან. ანუ ესეთი ანუ კოული იყო ანუ ორლანდოში ყველაზე fan favorite და ყველას უყვარდა და ანუ ესეთი ადამიანი გაუშვეს ანუ მაგას ვიძახი რომ ბიზნესი არის თქვენ რომ აი გუნდის აი რაღაც გული რო არის რა ანუ ყველას რო უყვარს და ეგეთ ადამიანს რო უშვებენ რაღაც მაგრამ კბენით არ არის მე და კოული მე მგონია სხვებსაც გონიათ რომ კმენთ ხოლმე და ხო აი რა ანუ ზოგი ხა ინგლისური მაქვს ამბიცია რომ ესვის მაგრამ აი ზოგი რაღაცა ისეთი იყო რა ზოგი იყო ცალსახად გადაობა მაგრამ ზოგი მეთქი ხოც ჩაიძაბა კი კოულთან ეს ძალიან ახლოს ვიყავი და მაგიტო ის არ მეხუმრებოდა ხოლმე მას მეცო ესე გამოდიოდა რომ ჩაგავდი ხოლმე მაგრამ არა კი შენ მაგარი ცუდი ხუმრობა იყო bro და რაღაც ეგეთ რაღაცებზე ყოველ ინტერვიუში აი ეგეც ხუმრობი რა თქმა უნდა კი ეგეც ეს რა ის არის თან ჩემი სააგენტოში არის მაგის რაღაც აგენტიც კარგად ვიცნობ ისედაც კარგად ვიცნობ და ძალიან ახლოს ვიყავით და იქაც უგვეუბნებოდნენ რომ მოდი ერთად ინტერვიუები გააკეთეთ ხალხს მოწონს და რაღაცები აღარ უნდა ხოლმე კოლს იმდეს ვეღარ დავებოდი რომ ბოლოს არა წავიდა აგერ გუნდი გააგდო კი იცი რა მეინტერესებს სხვათა შორის იქ ეს პრეს კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანი ყველა თამაშის ხდება ხო ეს პრეს კონფერენცია შენ პრეს კონფერენციებზე ნუ რაღაც პატარ-პატარა ნაგლეჯები არის აი YouTube-ზე არ არის ხოლმე ეს სრული რაც რისი საშუალებაც ქონდა რომ უყურე გითხრა გულწრფელი კი ეს იგი მთელი შენი body language და არსებით აი მაგრა კიდია ეს
პრეს-კონფერენციები რა. კი, ალბათ ცუდი არის, მაგრამ აი იმინო ხან იმას მოიფხან. ანუ ესე ხო არ დავждები და არა, დღეს ჩვენი აი იც გეტყვი საიტკენ მიმყავს რა. აი მთელი შენი იქ არსებობის მაშ განმავლობაში რა, ეხლა თქვი რომ აი პრაქტიკა მოგიტანა, რომ ბალანსი ისწავლო, რაღაცა გამოცლებასთან ერთად ისწავლე და ეს პრაქტიკა რამდენი ხანი იყო? ნუ 4 წელი, 3, რამდენი 7 წელი ხარი? ეხლა მე 7 წელი. მე 7 წელია. როცა დავუშვათ აი შენ თავზე რო ორიენტირდე რაღაც მომენტში, ცუდად არ გამიგოღო. აი რაღაც განვითარებაზე რო იმუშავდა, ხმე ჩემ თავზე ვიმუშავდა რაღაცა და ის 7 წელი შეამცირო და 1 წელში ისწავლო რაღაცეები რა. ოღონდ საკუთარ თავზე მუშაობთ რა თქმა უნდა. აი ეგეთ რაღაცაზე გიფიქრია? კი, არა, მე ანუ ესე შემიძლია რომ დავждე ესე ძალიან იმათ ვილაპარაკო, ჩემ თავსაც რეკლამა გავუკეთო, ძალიან კაი ადამიანი გამოუჩნდა, ძალიან ის თქვა რომ იცი რა იცი მე ხა ეს რო ვითამაშეთ მაგალითად ძალიან ყოფილი ვარ ჩემი თავით, ძალიან მაგარი, ანუ ჩემი დამსახურებაა რომ მოვიგე, ანუ შემილია ჩვეულებრივად და უთხრა, მაგრამ ანუ არ შემიძლია ხარ რომ ანუ წარმოგიდგენ ერთი და იგივე რაღაცა ელაპარაკო, ანუ და რა ვიცი, სხვა რაღაცას რო ფიქრობ და სხვა რაღაცას რო ამბობ, ჩემს ეგ ძალიან მიუღებელი არის და არა ხარ გონია რომ პირიქით რო რასაც ფიქრობ ის რო თქვა უფრო ხო და ანუ როგორიც ვარ ეგეთი ვარ რომ ანუ ცუდი სიტყვა არის, მაგრამ მართლა არ მაინტერესებს რა, ეხლა მე იქ ძალიან პროფესიონალი გამოჩნდები თუ არა, ანუ ჩვეულებრივი ინტერვიუ არის და მე ვარ ანუ ერთი რიგითი რაღაც მოთამაშე, მე არ ვარ ვიღაც სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ანუ ვარსკვლავი რომ ეხლა მე აქ დავიწყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩემი ბრენდის გამო. შენ დიდი ვარსკვლავი ხარ. ეგ გასაგები არის, კი, ძალიან პატარა ქვეყნიდან და რაღაც, მაგრამ ხო ეხ ჩემ თავს ისე არ უყურებ რომ ისე აი ჩემ ბრენდი მესმის ეგ ყველაფერი უნდა გქონდეს, შენი ბრენდიც უნდა განავითარო, თიმი მარტო ის ნუტრიციონისტი არა, ესენიც უნდა გყავდეს და შენი ბრენდი გაზარდო ყველანაირად. და ისი შანსიც ანუ ქონდა თავიდანვე რომ მოხდე რაღაც სურათი გავარდა და შემეძლო ისე გამომეყენები რა, მაისურებზე დამებეჭდა და რაღაც ჩემი ის გამეკეთებინა, მაგრამ ნუ არ შემიძლია ხა რაღაც რომ ვიღაცებს ან ეს დავждე და აი რაღაც დავდო და აი შენ არ უნდა დადო ეგ მე გეტყვი. არა, სულ ჩემი თავი რომ ამდენ დავინახო, ანუ შეიძლება შემიძლია. მე ჩემი Facebook-ის პაროლი საერთოდ არ მაქვს ხანდახან, იმიტომ რომ შევდივარ და ვაგინებ. გამჭირ. ანუ ცუდ კომენტარებს რომ მიწერ, მე ვაგინებ. ცუდი. ხოთა ცუდად აისახებ რა თქმა უნდა. ანუ არის რაღაცები რაც შენ ვაფშე არ არის საჭირო. აი მაგალითად ექსტრესი საერთოდ არ მაქვს რომ ვიღაც რაღაცას დამიწერს ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ხო, მესმის რასაც მეუბნები და მნიშვნელოვანია ძალიან და მასე უნდა იყოს უბრალოდ. ყველა მაგას მეუბნება ჩემ გარშემო, ოჯახის წევრებიც და რაღაც, მაგრამ მიჩევნია რომ ისი რა, ანუ რაღაც ჩემთვის ჯიგრულად იყო რა. არავინ არ შეგაწევ. კაი, მაშინ იცი რა მაინტერესებს, რა გეგმა გაქვს NBA-ში, რაიმე სტრატეგია, გეგმა, რაღაცა ერთი რამდენი წლით წინ იხედები? ჯერა პირველში ჯამთელად რო ვიყო, იმიტომ რომ მაგის ამ როგორც კი თავი გაგექცევა ოდნავ და უცბად მე რაღაც აქტივდება ხვდები რომ მაგის გარშე არაფერი პირველ რიგში ეგ მე წელს მაგალითად ეხა ჩვენ ისეთი რაღაც მიზანი უნდა დაისახო რა თქმა უნდა გუნდში ჩადიხარ და ვარჯიშობ და რაღაც და წელს ისეთი გუნდი ისეთი რაღაც გაცვლები და ისეთი გუნდი შევიკარით რომ უკვე თან ჩვენი კონფერენცია ეხა აღმოსავლეთ კონფერენცია უფრო შედარებით მარტივი გახდა ეხა გადავიდნენ იქით დასავლეთში ანუ ისეთი როგორ თქვა ის მარტივი გზა ჩანს ამ კონფერენციის მოგების რომ ანუ უკვე ჩვენ გუნდში მიზანი აღარაა რომ აი რაღაც ფლეიოფში გავიდეთ რაღაც მეოთხე ადგილიდან და რაღაც უკვე აქ არის რომ ისი რა წელს თუ ჩვენ მაგალითად კონფერენცია ვერ მოვიგეთ უკვე fail არის რა ანუ და მიზანი ეგ არის, ნუ NBA-ში და ნუ საქართველოს ნაკრებში რა თქმა უნდა, ეხლა უნდა გავიდეთ, ეხლა ევრობასკეტი მოდის, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და ნუ ლატვიაში უნდა ჩავიდეთ და იქაც უნდა მოვიგოთ. მეტი არაფერი. ეხლა long terms-ზე თუ აი თვითონ NBA-ში გულისხმობ, აი იქ დარჩენის რაიმე გუნდი გაქვს მიზანში ამოღებული, რომ იქ კიდე მოხდე. არაფერი განსაკუთრებული წელს ეხა ჯერ კიდევ არ ვიცი შეიძლება ეხა აგულაპარაკობდეთ და ანუ გამიშონ მაგას ვიდრე ხო გამყიდოს და შეიძლება უცბად თამაშობდე აი ხაშურის ივერიაში თუ როგორ და ჩვეულებრივად ჩავა რასაც მოითხოვენ ჩემგან ეხა იმას გავეთ წელს ბევრად ძალიან ბევრს ვარჯიშობ მართლა ეხა
ვინმეს არ კიდე ერთხელ ვიძახი ხუმრობების ხომ მე ახალგაზრდა სპორტსმენებო თქვენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე ძალსახად და ხუმრობაზე ხო არ გამოგვდის ხო და ვარჯიშო ძალიან ბევრად მომატებული ჩავა ვიცი იმიტომ რომ რაც მქონდა დასახული ამ ზაფხულისთვის რომ წონა მომემატებინა კუნთის მას რაღაც გავაკეთე ჩავალ და ანუ ისეც არ ვარ შეიძლება საერთოდ არ მათამაშო ჩავიდე და ანუ რა თქმა უნდა ვიმსახურებ ხა ცუდად არ ანუ ვიმსახურებ რომ ვითამაშო მაგრამ ეგრე დავაგდეს რომ არ ვითამაშო და ანუ შეიძლება ანუ პრობლემა როგორ არ მექნება ანუ ძალიან გავბრაზდები გავღიზიანდები მაგრამ იმდენად უკვე გათვითცნობიერებული მაქვს რომ ანუ ეგ რაღაცები უნდა გაიარო და მოვა ჩემი დრო მზად თუ ვიქნები რომ ანუ არც ნერვიულობდი და ეხლა რო შემაგდო რა ვიცი NBA-ის ფინალში ანუ ძალიან ჩვეულებრივად შევალ და ანუ ჩემ თამაშს ვითამაშებ რა ანუ ეს ნერვიულობა არ სანამდე წავალ ეხლა თუ ამ ყველაფერს ფსიქოლოგი ყავს თუ შენ მიხვედი ამ ფსიქოლოგებს მე არ ვცნობ სამწუხაროდ მართლა ფსიქოლოგი ყავდა და ისეთ რაღაცას ათვიცნობ ანუ ისეთ რაღაცამდე ხარ მისული რასაც აი ძალიან ბევრი ანუ ურთულესი ხა წარმოგიდგენ გათვითცნობიერებული გაქრა შეიძლება ბენჩზე დაგტოვო და it's okay ნუ იქ ესე მოსულა ნუ არა ბოლომდე ხა ეგრე არა რა თქმა უნდა გაგიტყდება მაგრამ ეს გათვითცნობიერებული გაქვს რომ ეს შენ შეიძლება გაიარო და რაღაც აი ინდიანამ ის მიქნა რა ქვია გამომჭედა რა ინდიანამ არა დაჟე აი ინდიანა და რომ გამომიშვეს აი მან მივხვდი რომ ინდიანა გამომიშვეს და ეს ტელეფონზე ხომ მირეკავდნენ და ეს დავდო და ბედნიერ და დავიძინე რა მეთქი მადლობა ღმერთს რომ გამიშვეს და მაგის მერე ისე კარგად დააგდა რაღაცები ისე აი რაღაც ვენდე ხა აქ ანუ რაღაც ყველას მე მჯერა ღმერთის და რაღაც და მოდი იცი რას ვიზავ მე ჩემ გასაკეთებას გავაკეთებ და მაშინ კი შეიძლება ვერ ხედავდი ანა ეს მაშინ ის ფიქრებიც მქონდა რომ იცი რა ეხა მე რომ მაშინვე კარგად მეთამაშა შეიძლება იმდენი რაღაც წამოსულიყო რომ адам ვერ გაუძლო ასე რომ თავის დროზე ხდება როცა რა როგორც უნდა მოხდეს რა დროსაც უნდა მოხდეს ისე მოხდება და ეხა მე რომ ვინერვიულო არ ვიცი რაღაც ის წავიკითხე რომ ანუ ავტობუსში ვჯდები ნუ ძღოლს ხო არ იცნობ ან თვითმფრინავში ვჯდები პილოტსაც არ იცნობ და ნუ ცხოვრობ ცხოვრებას და ჩვენი უნდა გავაკეთოთ და თუ ცუდი გაათრუთები ვიქნები არც მექნება პრობლემა არ ვითამაშებ ვივარჯიშებ და შეიძლება უკეთესი ადამიანი გავხდე და რაღაცაში წამადგება და რა თქმა უნდა გაბრაზდები მაგრამ ეს თუ შენ თავში იფიქრე და რაღაც მე მგონი ეხმარება რა მაინც და შემდეგ კონტრაქტზე გიფიქრია აი რაღაც აპგრეიდი გინდა კონტრაქტის თუ it's okay იყოს იგივე აი ეხლა წელსაც რომ მოვაწერე საერთოდ წინა წელს რომ მოვაწერე ანუ საერთოდ ან ცოტას ნერვიულობ ეხლა არ გინდა რომ იფიქრო მაგრამ ეგრე ჩაჭერილი აი მე ხამდენი მოვაწერო არა მაგრამ ჩემ თავთან მინდოდა რომ ის მექნა რომ იცი რა შევძელი რომ NBA-ში დავრჩი აქედან რომ ანუ დამავეივეს ხელ დამიქნიეს და wave ხო არის რა ანუ გოგობითაზე wave და ხალხი წერდა did he wave back რა ხელი უკან თუ დაუქნია ესეთი რაღაცები და კონტრაქტს ეხა თავარია ის რომ მესამე წელს ვითამაშო კარგად ეს ეხა არ მოვიტყუები რატო არა ანუ რაც უფრო მეტი კონტრაქტს მოვაწერე უფრო მეტ რაღაცას გააკეთებ და მესამე წელს თავარია ის რომ კარგად ვითამაშო ჯამთელად ვიყო და ანუ ეხა ისე გაიზარდა ანუ ეს cap space-იც და ანუ NBA-ის გუნდების გადასახადი ანუ იმ ხელაფულებს იღებენ რომ შეიძლება 10 თამაში play-off-ში 10-იც არა 6 თამაში play-off-ში ვითამაშო აი რაღაც ანუ რეალურ თანხებს მოვაწერო რა თუ იქნება რატო არა მაგრამ ესე მიზანი რომ მქონდეს დასახული არა ძალიან კარგად თორემ ყოფნის ყველაფერი მადლობა გონს ესე იგი მე შენს ანუ ეს რო შევყევი და რაღაცა ChatGPT-სთან მქონდა რა ეს ვიმეცადინა იმასთან ერთად და მკითხე რომ რას ფიქრობ მეთქი გოგას შემდეგ კონტრაქტზე თქო რა და მეც არ მიკითხავს ანუ მე ისეთი მომზადებული რა ChatGPT ეხა და მეთქი რა აკლია მეთქი ამ ეტაპზე თქო და როგორ შეგვიძლია აპგრეიდი გავაკეთოთ კონტრაქტის თქო რა ნუ ეგიდან ახლა რაც მომწერა მე ნახევარზე მეტი ვერ მივხვდი გადმოგიგზავნი იქნებ შემივხვდა რაღაცა 5-5-ის რისო და 3 მინუტი აი რაღაცები მითხრა რომელიც მეთქი ოკეი და რაც ჩემი ფილდი იყო იქ ეგრევე ჩამეყურები წვიდე თან საჭესთან ვიყავი და ვერ ვკითხულობდი და იმაზე voice-ზე ჩავრთე რა და ესე იგი პირველი რაც გვინდა რომ ვიმუშაოთ გოგო ეს არის lack of public appearance მითხრა ანუ ცოტაზე ჩდებაო მაშიო მეცე მაყურებელს გადავუთარგმნო. ანუ ხალხში ჩდება ცოტაჯერ, ასე ვთქვათ. ხალხში ხო. self branding-ი არ გვაქვს. და უეჭველი უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ეგეც გადავთარგმნო. ეს self branding-ი არის, აი საკუთარი თავის როგორც ბრენდად შექმნა რა. და ნუ მამაში დაგეხმარება სოციმედია. მე მყავს ძალიან კაი სოციმედია მენეჯერები და
არ გვინდა ChatGPT თუ მასე თქვა მოდი არ დაუჭერო ChatGPT-ს არა ChatGPT არა ისე ხა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ახლა მე ხუმრობით არა ნუ მასე არის ძალიან ბევრჯერ გაქამაზე ნაფიქრი და ძალიან ბევრჯერ გაანალიზებული და 1000 ჯერ გადაანალიზებული ისეთ რაღაცაზე ხარ შენ მენტალურად მისული რომ ამაზე უკვე ძალიან ბევრჯერ გექნება ნაფიქრი თუმცა კონტრაქტის აპგრეიდი მაგარი იქნებოდა ხო, ცუდია, არ იქნება, მაგრამ ეგრეც არ ვარ რომ აღმერთო, აი, ოღონდ ვაიმე. ხო, არა, მესმის რომ შენ ანუ go with the flow. თავარი არის რომ ჯამთელა თუ ვიყავი მე და ჩემი თამაში ვითამაშე, ანუ მე არც მითამაშია, ეხა ის რო ვთქვა რომ იცი რა, მე ეხა ისე მაგრად ვითამაშე რომ ესე არ მითამაშე, ანუ 19 წელს რო ვიყავი, ბევრად კარგად თამაშობდი, ვიდრე ამ 3-იანებსაც ვესროდი და რაღაც რა და ეხა ცოტა ვერ ესვრით რა და ერთი სეზონი ეგეთი რომ ჩავატარო, ანუ შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს რომ ხო რა, ანუ ძალიან კაი რაღაცები და თუ არც მოხდება ესე იგი ანუ არ იყოს საჭირო, მაგრამ მე ვარჯიშობ ყოველდღე რომ მივიდე მაგამდე კი და ჩემ გუნდს თავარი ეგ მაქვს უფრო რომ გუნდს გამოადგება და შეიძლება გავიდე ბოლოში და მოვიგოთ რაღაცა შეიძლება მაგით დავეხმარო თორე ის არ მაქვს რომ ეხა მე რომ სამი ჩავაგდებ უფრო დიდი კონტრაქტი მექნება რაც უნდა მქონდეს ალბათ ხო ესე იგი შენ პიროვნებით მე ფაქტიურად აი არ ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მე ვიცი ხო უფრო შიდა ესენი სამზარეულო და ძალიან სამზარეულო კი არა და შიდა კულტურული რაღაცები მოკლედ მე ვიცი რომ შენ ხარ ძალიან ხელგაშლილი ადამიანი და ამას ნუ რა თქმა უნდა ის კი არა MBA-ში არ ჩდები და რა თქმა უნდა ამას საერთოდ არ არაჩენ ეს ვიცი მაგრამ აი ცა მაინტერესებს აი ამის უკან როგორ ახერხებ რომ აი არ ვიცი ბავშვობიდანვე ესეთი იყავი თუ აი როგორ ახერხებ რომ იყო ძალიან stay grounded როგორ არის რა აი თამდაბალი მაინც ხო აი ძალიან თამდაბალი ცხარ ეს ან გაქვს ან არ გაქვს ეს მესმის მე რა ეს შიგნიდან მოდის ეს ყველაფერი მაგრამ აი არ ვიცი ალბათ ძალიან ბევრი რაღაცა ოჯახზე დამკვიდრება აი რამ განაპირობა შენი ესეთი ადამიანურობა ხო მე არ ვფიქრობ რომ რაღაც ხელგაშლი მართლა ანუ სერიოზულად და ნუ დედა ჩემს მეუბნება ხოლმე რომ მოტიხარ რაღაცა შათავ თუ мама დედას აქენა მოკითხვა მე სხვანაირად ვიცი დედა და მამა ალბათ მაინც ხო ოჯახიდან მოდის რო ხედავ ეხლა რაღაც ანუ ის უბრალოდია როცა არ გაქვს და ვიღაცას ეხმარები ვიდრე ეხლა ჩემთვის მარტივი არის რომ რაღაცები ანუ გავაკეთო რა შეიძლება ვიღაცა არა ვიღაცა ბიზნესმენი გახდა მოდი ესე ხო შეიძლება და უფრო ისევ თავის იმაში ჩადო რა თავის იმპერიაში ჩადო ინვესტიცია ვიდრე დავუშვათ გაცემაში და დახმარებაში აი ვიღაცას რო გააბედნიერებ ან ქუჩაში ან სადღაც ვიღაც მადლიერი რო არის ანუ ძალიან კაი შეგრძნებაა და ანუ ეგრეც არ ანუ რაღაც ის მაქვს რომ შეგრძნება არ მაქვს რომ რაღაცას ვაკეთებ სიმართლე ვთქვა უფრო ის მაქვს რომ ანუ იცი რა შენ ხა მაგალითად კალათბურთს თამაში ბურთს აბრახუნებ ამ ხელფასი გაქვს და ანუ შეგიძლია ამდენი ადამიანს დაეხმარო და უნდა დაეხმარო აბა რა უნდა ქნა და მე რო ეხა გავლილი მაქვს რომ ანუ ვიღაცას არ აქვს ცოტა აქვს და მაინც ეხმარება ანუ ჩემ ტვინში უკვე ჩემი დახმარება აღარაფერი აღარა აი ეგაა ნამდვილი დახმარება და კალათბურთით მაგ ხელს იმამებს ვერ მიიღებაც ნამდვილად რომ ანუ ვიღაცას გაახარებ შენ გარშემო და ისეც არ მაქვს რომ აი რაღაც ხელგაშლილი ვარ და აი კეთილი ადამიანი საერთოდ არ ვარ კი ხარ კეთილი საერთოდ აი ჩემ გარშემო ყველა მის ძალიან ბოროტი ვარ ნუ ბოროტი ახლა ხო იმ ხუმრობებს ვავიღებთ ალბათ კი რაღაცა ჩააჭედებ ხოლმე igen ერთ ადგილას ისე წიტყვი ხოლმე მაგრამ იმის უკან რომ დიდი გული და ეს ალბათ როცა იციან ეგეთი რაღაცა მაინც პატიობენ ალბათ კი ახლა შეიძლება ვინც გვიყვარს არ იცოდეს ძალიან ისე რაღაც ვერ არის არა რაღაც არ ვიცი გონი ამას გონიაო რომ ახლა ძალიან მაგარი ტიპი არისო რომ ჩვენ არა ძალიან გონია არა პირიქით რო არ გონია მაგაზე ჩალიჩო მთელი პოდკასტია რომ ცოტა გეგონოს რომ მაგარი ტიპი ხარ მაგარი ვარ ძალიან კარგი ესე იგი გეგმა არის ის რომ ეხლა იწყება ჩემპიონატი ევრობასკეტი და უნდა წაყვა შენ საქართველოს ნაკრებს აი იცი რა მაინტერესებს ხოლმე სულ როცა მოთამაშე გარეთ გადის და მე უკვე წავიდეთ და დამთავრებისკენ აღარ მოგასცენ ამდენს
აი შეთამაშებული როცა არ ხარ მოთამაშეებთან, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში მათთან არ თამაშობ. ეს ალბათ მე მგონი ყველა სპორტსმენთან მაქვს ეს კითხვა. აი როგორ ხდება, აი უცებ ესე სწრაფად ინტეგრირება, რომ შენ პროდუქტიული იყო ნაკრებში ისე რომ რაღაცა ბევრი წარმატება გქონდეს რა. ხო, აი ფორსირება არ უნდა გავუკეთო ალბათ, რომ აი რაღაც ჩემ თავზე ხა ძალიან ბევრი რაღაც სავიღებ იქ ერთი საქმისთვის მივდივართ, რომ მე მასე უყურებ საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობ, არის მოგება და ნუ შენი ქვეყნის რაღაც სახელი გაწერე, ხა საქართველოს გვაწერია უკვე ქართულად დაგვეწერება ჩვენი ანბანით, ასე რომ პირველად, ანამდე ჯორჯია გვაწერია, კი. ძალიან მაგარია ეგეც, ხო, დროშა გახატია და ნუ რაღაც შენ ქვეყანა უნდა ასახელო და ხო და არაფერი განსაკუთრებულს ჩემი თამაშიც ეგ არაა, რომ რაღაც აი ჩემ თავზე ავიღო რაღაც სწორი არის, გავაკეთებ და პროდუქტიული ვიქნები, იმიტომ რომ ნუ мотивация მაქვს და ეს დროშა מחატია და რაღაც რთულია რა თქმა უნდა შეუთამაშებელი, მაგრამ ეგეც უნდა გააცნობიერო რომ რთული არის, ახლა მე რო თქვა რომ არ ბრაზდები, რომ იქ ვიცი რომ მეტი შემიძლია და სულ ბრაზდები, ანუ ვიცი რამდენი შემიძლია, მაგრამ იქ თუ რაღაც მაგალითად სოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანაში შევედით, ანუ მე ხო არ შევედი, ანუ ვიღაც იქ შევედით საქართველოს ნაკრები და ანუ ესე სახელებით არავინ არ ის ეროვნული ნაკრები იმ წელს გავიდა 16 საუკეთესოში და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და რაც იქნება, როგორც იქნება, სულ 0 ქულა მქონდეს და რაღაც სხვა რაღაცას გავაკეთებ, რომ ან იქ სკამზე ვიჯდები და ტარს დაუკრავ, არ მაქვს მაგაზე არანაირი პრობლემა და როგორ პროდუქტიული სხვადასხვა რაღაცა შეიძლება იყოს, ან ყავს ადამიანებიც ვარჯიშზე იმდეს გვეხმარებიან, მოთამაშე საერთოდ შეიძლება არ ითამაშონ, მაგრამ საერთოდ ვერ ხვდებიან ამდენს გეხმარებიან, ასე რომ შენი პატარა წვლილი უნდა გააკეთო და საერთოდ არ არის მანდ რომ ეხლა პროდუქტიული არ ვიყავი, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო ეხლა და თავარი ეგაა. ძალიან კაი. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი დღესთვის ძალიან საინტერესო იყო, მე მგონი რა ვიცი ესე ცლათ არ ვიცი გაქვს მე აი ამდენი არ მივაბარგე ძალიან დიდი ხანი. მაგიტომაბობ რომ მგონია რომ ექსკლუზივია და არ ილაპარაკობდი რაღაცა ეს საკმარისი. კომფორტულად ჩავჯექი და რა გავჩერდი. ხო მაგარი კომფორტული საუბრები, აი რა გავჩერდი. გალაპარაკებს ყველაფერს დაგაფიქრე. ვინ ანებე ხარ რო გავალაკე, მაგრამ გამოიწერეთ არხი. აუ ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ძალიან კარგი. პოდკასტი არის, ძალიან კაი კითხვები იყო, მოსაბეზრებელი არა და აი რაღაც განმეორებადი არა და აუცილებლად გამოიწერეთ. ზარის ხილაკს დააჭირეთ, რაღაც გაბუნეთ, რომ არ გამოტოვოთ ახალი პოდკასტები. ძალიან დიდი მადლობა. აუ ესე იგი აი ხელგაშ არ არის, ახლა ხელგაშლილი ადამიანი მე თავიდან იმისავით უკაცრავად და კახურ ვირზე შევჯექი და არ ვიტყვი გამომიწერეთ თქო, იმიტომ რომ თავიდან ჩემი სოც სივრცე ისე დაიწყო, რომ რა ვიცი, უბრალოდ ვაკეთებდი ჩემ საქმეს და მე ადამიანებს მოწოდა და იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ გამოეწერა და ამ პოდკასტს მე მგონია, რომ ესე მოხდება რა, როცა ნახავთ შინაარს, როცა ნახავთ სტუმრებს და ესეთ ფანტასტიკურ სტუმრებს, მე ადგები და რა თქმა უნდა გამოიწერთ კიდევაც და დაალაიქებთ კიდევაც და აუცილებლად. მანამდე კიდევ ასევე ერთხელ კიდევ უნდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პოდკასტის წარმომდგენი არის CherryFit აპლიკაცია, ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი აპლიკაცია, სადაც ყველაფერი ერთად არის მოთავსებული და შეგროვებული, ეს არის ვარჯიში, რეაბილიტაცია და კვება. ამას ჩვენ ისე ვაკეთებთ, რომ აი მართლა შვილივით ყავს გაზრდილი და ძალიან პასუხისმგებლიანად უდგებით ადამიანის ორგანიზმს და სხეულს და ასე რომ უნდა გამოიწეროთ აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ მისი სიკეთეები. გოგო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. მადლობა. თქვენი მოწვევისთვის ძალიან სასიამოვნო იყო და წარმატებები ამ პოდკასტს. კაი ხარ. კარგად.